ამ თვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახარჯებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაწილზრდობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უას არ ვიტყვით. რადგან რომ მიმდინარე წელს თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართულმა ხალხმა გაცეს არჩევნების საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო საჩვენი მოვაზადოთ, რომელიც თავი მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაწილზრდობის აკრძალვის საფუძველი წელსვე. საინტერესო ამბავია. დღე მიიწურა. იყო ძალიან საინტერესო არა სასეირო მსჯელობა საქართველოს პარლამენტად წოდებულ შენობაში. უпростоრად საქართველოს პარლამენტის შენობა კი არის ის, მაგრამ დეპუტატებად წოდებულები არიან. ეს ამბავი მიილია ისე როგორც მიილია, ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და დღე კი გაგრძელდა ასე, აი ამ რუსის მამუკა მდინარაძის საჯარო განცხადებით, რომლის შედეგადაც რომლის დროსაც გაირკვა, რომ რუსები მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და მთელი პოლიტიკური საბჭო თურმე ვერ ასწრებენ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, ადგილობრივ თვითმმართველობამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5-6-7-8 პარტიის გაუქმებას და შესაბამისად ჩაატარებენ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოქტომბრის 4-ში, თუ 5-ში, 4-ში მგონი, სრულიად გადავამოწმოთ და უკვე შემდგომ აპირებენ 5-6-7-8 პარტიის გაუქმებას. ჩვენ გვისაუბრია რომელი პარტიების გაუქმებას აპირებენ ისინი, ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, დროას, გირჩიმეტი თავისუფლების, ახალის 4, გახარიასი, რომელიც დღევანდელი დღის ერთგვარი მთავარი ფიგურანტი იყო, შეგნებულად არ ვამბობ, რომ გმირი იყო, მეთქი, იმიტომ რომ გმირობისა არაფერი ცხია და ვერც დღეს ვერ დაადასტურა, რომ თუნდაც მიკრომასშტაბის გმირია, ბატონმა გიორგი გახარიამ, ასევე ძლიერი საქართველო, ეს უკვე 6 თუ არ ვცდები, აუცილებლად ფედერალისტებს გაუქმდება, ანუ ბოკერია ჩერგოლეიშვილის პარტია და არ ვიცი, კიდე 1-2-იც ალბათ მიხვება, არ ვიცი, ის თავისუფლების მოედანი, ასე მაგალითად. მოკლედ, მაგრამ ესენი ვერ ასწრებენ ამას და ვერ ასწრებენ იმიტომ, რომ წულუკიანს უთხოვია და ჩვენ ეს ვიცით, ერთი თვით გამიხანგძლივეთ ივნისის 5-მდე კომისიის მუშაობის მანდატიო დრო და ამათ მას გაუხანგძლივეს, შესაბამისად თუ 5 ივნისს დაასრულებს, მე უკვე მართლაც დროში ვერ ეწრება საკონსტიტუციო არჩელი უნდა მომზადდეს, საკონსტიტუციოს უნდა მიმართონ, მე რაღაც ზაფხულის პერიოდია, საკონსტიტუციო უნდა გამართოს რაღაც დებატებად წოდებული განიხილოს, მოკლედ იქიდან რაღაც გამოიტანოს დაჩქარებული წესით ხო ვერ გამოიტანს ესოდენ მნიშვნელოვან ამბავზე გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ და მოკლედ 4 ოქტომბრამდე ეს ყველაფერი ვერ ეწრება. ეხლა რეალურად ეს კი ფორმალისტურად ასეა, მაგრამ უნდა ვიბიჭდოთ, რატო გადაიფიქრა მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ და სხვებმა. მამუკა მდინარაძემ, რომელიც ხოთაშვილის მაღალი ალბათობით, ჯერაც ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მაღალი ალბათობით ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მონაცემებით არ შეცვლილა უტყუარი ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მედიის საშუალება ფორმულაში დროების ინფორმაცია იყო, იცით თქვენ. რატომ გადაიფიქრა? ამან კი არა, ანუ კობახიძემ კი არა, რატომ გადაიფიქრა ბიზინა ივანიშვილმა? ამაზე უნდა ვიბიჭდეთ.
მაგას ვერსიების დონეზე რასაკვირველია. მაღალი ალბათობით იმიტომ, რომ ბიზინა ივანიშვილმა, რომელსაც არ აქვს არანაირი კონტაქტები ფორმალური თვალსაზრისით, ოფიციალურ დონეზე დასავლეთთან, მიიღო სიგნალები დასავლეთიდან იმის თაობაზე, რომ ამის გაკეთება და ამგვარ უმკაცრეს რეპრესიებზე წასვლა არ შეიძლება და ახალ თვითმმართველობის არჩევნებს ლეგიტიმურად დამატებით არავინ არ სცნობს, თუ პარტიებს არ მიეცემათ შესაძლებლობა, ოპონენტებს არ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისინი გავიდნენ არჩევნებზე და კონკურენცია გაუწიონ მართველ პარტიად წოდებულ ბანდას. ანუ ეს სიგნალი მიიღო არაოფიციალური წრეებიდან და ხაზებიდან, იმიტომ რომ მათთან იცით თქვენ რომ ბიზინა ივანიშვილს არანაირი ურთიერთობა არ აქვს, არამედ იმ მრჩევლებისაგან, უცხოელ მრჩევლებს, ლობისტებს, მოდი უფრო ზუსტი რო ვიყო, ვგულისხმობ, რომლებიც თავის მხრივ ცდილობენ ურთიერთობას კონგრესის, სენატის ან ევროკავშირის წარმომადგენლებთან და იქიდან რაღაც სიგნალი წამოვიდა ამის თაობაზე, რომ არავინ რასაკვირველი ამ გადაწყვეტილების თაობაზე ბიზინა ივანიშვილს, რომელიც ისედაც არალეგიტიმური მმართველია, ქართულ ოცნებას, რომელიც ისედაც არალეგიტიმური მმართველი პარტია, აღარავინ არ ცნობს უკვე არც ადგილობრივ დონეზე. დღეს მაინც შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები გარკვეულწილად მაინც ლეგიტიმურია, რამდენადაც 2021 წელს ავირჩიეთ ჩვენ და იმ არჩევნებში კი რასაკვირველია ყველას შეგვეპარა ეჭვი, მაგრამ ის არჩევნები მაინც კანონიერად არის მიჩნეული, რასაკვირველია, მაშინაც გაყალბდა, მაგრამ არა ისე, მოდი ასე ვთქვათ, რომ ჩაგვეთვალა უკვე წლების შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომ ის არჩევნები იყო არალეგიტიმური. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საკრებულოები ან ნებისმიერ რაიონში, ხაშურში თუ ლაგოდეხში, მესტიაში თუ ლანჩხუთში, ყველა არის მეტნაკლებად კანონიერი. აი ახლა 25 წელს რო ჩატარდება 4 ოქტომბერს, უკვე არალეგიტიმური იქნება, ჩემი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მით უფრო არალეგიტიმური იქნება და იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციას შესაძლებლობაც არ მიეცემა გასვლისა. მაგრამ ოპოზიცია საერთოდ აპირებს კი გასვლას. სწორი კითხვაა ეს, თამდენადაც მე ვხვდები, თუ დღევანდელი დღის ფიგურანტ გიორგი გახარიას არ მივიღებთ მხედველობაში და მასზე არ ვილაპარაკებთ, როგორც არც თუ რადიკალ ოპოზიციონერზე, ეს ყველაზე რბილად ვაფასებ. თუმცა მას არ წაუგია ხა ყველა რაუნდი დღეს თეატროლოგიანთან, საერთოდ სტრატეგიულად წააგო, როცა მივიდა ამ ცოლოგიანის კომისიაზე. მაგრამ ეხლა ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ და აღარ გავაგრძელებ. მოკლედ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, ანუ უკვე დასახელებული პარტიები, რომლებიც გაუქმების კანდიდატები არიან უკვე ნოემბრიდან დაახლოებით დეკემბრიდან, მომავალი წლიდან ალბათ უფრო, ხო, ისინი რამდენადაც მე ვიცი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული გამოცხადება ამ მრჩევლისა იქნება უაღრესად დაბალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მოდი ასე ვთქვათ, მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩეველი მივა და არა უმეტეს და მაქსიმუმ იაგო ხვირჩიას და ვახო მეგრელიშვილის გირჩის ამომრჩევლები. ის არის დაახლოებით 40-50,000 მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხო, ქართულ ოცნებას რომელიც ამბობს და თავს იწონებს რომ 1,100,000 ამომრჩეველი ყავს, ეხლა კარგად გამოჩნდება, რამდენი ამომრჩეველი ყავს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეალურად. გაყალბებაც არ სჭირდება, იმიტომ რომ მარტო იქნება რეგისტრაცია გავლილი არ იქნება სხვა არც ერთი ოპოზიციური პარტია და ჩვენ დავინახავთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში ხომ მიდის სხვადასხვა რაოდენობის მოქალაქე. ამდენი რომ მივა გორში და იმდენი რომ მივა ამის ქარელში, ასე მაგალითად თუ ხაშურში, გადავიდეთ თუ გდებავთ დასავლეთ საქართველოში ამის ზესტაფონში, ქუთაისსა თუ სამტრედიაში და შეგვიძლია იქითაც გავაგზავნოთ სასაკვირველია გინდა გზემოთ და გინდა ქვემოთ, ჯამი მათი 1,100,000 ბუნებრივია ვერ იქნება. მოკლედ არალეგიტიმური იქნება ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები. მაგრამ რაში დასჭირდა ბიზინა ივანიშვილს ამ თემას მიუბრუნდეთ ახლა? იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი ამ პერიოდამდე, ანუ 5 ოქტომბრამდე რაღაცა გადაწყვეტილების მიღების სღურბლზე ან წინაშეა. მან რადიკალური იმგვარი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომლებიც ამ ქვეყანას ან სრული დიქტატურისაკენ წაიყვანს, რისი სურვილიც აქვს ცხადია ივანიშვილს ერთის მხრივ და ნამდვილად აქვს რუსეთს
და ნამდვილად აქვს რუსეთის კიდევ ერთ მოთამაშეს მამუკა მდინარაძის ნაჩალნიკ ირაკლი კობახიძეს და უშუალოდ მამუკასაც ამის სურვილი ცხადი აქვს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თავისუფალ კონკურენციაში ის ადვოკატადაც ვერ იმუშავებს და საერთოდ მარგინალიზებული იქნება, ქართული საზოგადოებიდან გარიყული იქნება თუ გარეთ იქნება საერთოდ, იმიტომ რომ შეიძლება ეს დასაჭერი კაცია. არ გამოვრიცხავ ამას და ბიზნე ივანიშვილმა უნდა აიყვანოს ეს ქვეყანა ან სრული დიქტატურისაკენ, ან უნდა ცოტა ან გვარიერად მოუშვას ჭანჭიკები. მე კვლავაც იმ ვერსიას ვემხრობი, რომ სრული დიქტატურისაკენ წაყვანა ამ ქვეყნისა უბრალოდ რაც არ უნდა მოინდომოს ბიზნესმან ბიზნესზე უფრო მკაცრმა ლიდერმა ეს უბრალოდ არ გამოუვა. არ გამოუვა მრავალ მიზეზთან გამო 14 აპრილის სხვათაშორის ერთ-ერთი თვალსაჩინოებაა. ბავშვები, ახალგაზრდები, რომლებიც ბუნებრივი 1978 წლის 14 აპრილს დაბადებულები არ იყვნენ, მათ შესანიშნავად იციან თურმე 14 აპრილის არა მხოლოდ რაღაც თარიღობრივი მნიშვნელობა, რომ 14 აპრილს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე ამდენი მოქალაქე, რომლებმაც დაიცვეს ქართული ენა, არამედ იციან ამ თარიღის და ამ ამბის ისტორიული მნიშვნელობის თაობაზე პრაქტიკულად ყველაფერი გაცილებით მეტი მეთქი, ვიდრე ჩემმა თაობამ, რომელიც სხვაშორის მე 5 წლის ვიყავი, როცა ეს ამბავი იყო და ბუნებრივია ვერ მონაწილეობდი ამ საპროტესტო აქციაზე. უკვე შემდგომ 80-იანი წლების მიწურულიდან ბევრ აქციაზე ყოფილი. აი 78-ში არ ყოფილა. მოკლედ ამ ბავშვებმა იციან კონცეპტუალური ისტორიული მნიშვნელობა 14 აპრილისა და არას ვამბობ ამით, რომ არ ჩერდება ეს ხალხის დინარი. და ხალხის დინარი რაღაცა არ ჩერდება, შესაბამისად ბიზნეს ივანიშვილმა ამ სულ უნდა გადაუაროს. პირდაპირ მნიშვნელობით გადავლას ალბათ მაინც არ გულისხმობ. მაგრამ მოკლედ დიდი რეპრესიები უნდა ჩაატაროს ამ ქვეყანაში და აიყვანოს 2-3,000-4,000 მოქალაქე აქტიური. აი არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა ამ გოგოდან დაწყებული, ყველაზე ასაკიანით დამთავრებული. სულ უნდა გამოკეტოს 9 კლიტურში. ამდენი ადგილი უბრალოდ გლდანსა თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საპატიმროებში ამდენი 9 კლიტური, ამდენი საკანი, ამდენი საწოლი ადგილი ამათ არ აქვთ. და 4000 კაცს რო ახალ თან ახლა ძალიან სერიოზული პრობლემები იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული მეორადი სანქციები დაუწესდებათ პირებს მაგნიტსკის ფარგლებში და არა მხოლოდ რომლებიც პირებს და სახელმწიფოებს და იურიდიულ კომპანიებს, რომლებიც ამათთან რაღაც ინვესტიციებს განახორციელებენ, თუნდაც ეს სახელმწიფოები ან კომპანიები იყვნენ არადემოკრატიული ან ჰიბრიდული დემოკრატიული სივრცეებით, რომ უფრო კარგად განმარტო. თუ მაგალითად ვინმე 4000 კაცის დაპატიმრების შემთხვევაში, ან თუნდაც ეხლა აპირებს რომ შემოიტანოს 1, 2, 7 მილიარდი ან 300 მილიონი ან 590 მილიონი და ასე შემდეგ, შეერთებული შტატების პოლიტიკა იმგვარად ფორმირდება საგარეო პოლიტიკას გულისხმობ, რომ იმ კომპანიებს დაუწესდებათ სანქციები, ვინც უკანონო ამდენად რეპრესიულ რეჟიმთან ივაჭრებენ ან რაღაც ბიზნეს პროექტს განახორციელებენ, ან ინვესტიციას განახორციელებენ და ასე შემდეგ და ორი თავი ვის აქვს. აი საუდის არაბეთიდან რო ჩამოვიდა ბატონი კობახიძე, ხო, ის კომპანიაც კი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აღარ მახსოვს რა ქვია, ისიც კი მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმით აღარ ეკიდება იმ 6 მილიარდიან ინვესტიციას, თლად 6 არ იყო, 5.8 მილიარდი იყო, რომელთან დაკავშირებითაც რაღაც წინასწარ განზრახულობათა მემორანდუმს მოაწერა ხელი ხსენებულ კობახიძესთან. ხო და ეხლა მე გეკითხებით, თუ მithuberes არ მოერიდება, როდესაც მიიღებს სიგნალს შეერთებული შტატებიდან, რომ იცი რა გენაცვალე, ჩვენ დაგასანქცირებთ, რამდენადაც ეს რეჟიმი არის უკანონო. ახლა მოცემულ ეტაპზეერიდება მეთქი და მით უფრო მოერიდება მაშინ, თუ 4000 ან 8000 თუ 1245 პოლიტიკური პატიმარი ეყოლება დამატებით ქართულ ოცნებას. არა და ეხლა მე ამათ აქვთ იმედი, რომ ეს აქციები გაჩერდება. ეს ტალღა გადაივლის არ ჩერდება. ამათ ქონდათ ეგეთი ასეთივე იმედი რაღაც რომ ეს გაჩერდებოდა დეკემბერში არ გაჩერდა, იანვარში არ გაჩერდა, თებერვალში არ გაჩერდა, მარტში არ გაჩერდა, აპრილი გაელევა მალე და არ გაჩერდა. მე მესმის რომ პროტესტის შემცირდა რაოდენობა, მე მესმის რომ რაღაც 50000-ისა 5000 ძლივს იკრიბება გეთახმებით, მაგრამ რუსთაველი მაინც გვინდა არ გვინდა იკეტება. ეხლა ვინმე იტყვის რომ შეეგუენ ესენი რუსთაველის გადაკეთებას და ერთგვარი გულიანკა, ანუ სახალხო სეირნობაა რუსთაველიო.
მაგრამ ხო შეეგუოთ ერთის მხრივ რა საკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ ესე არ არის თლად რომ ეს ადასტურებს ან უდასტურებს პირველ ყოვლისა დასავლეთს რომ ქართული საზოგადოება იბრძვის და როდესაც გადამწყვეტი მომენტებია, გადამწყვეტი მნიშვნელობის დღეებია, ან რაღაც სიმბოლური დღეებია, ისევე როგორც თქვა დღევანდელი 14 აპრილი, შემიძლია გადავახვიო კიდეც, თუმცა ალბათ გამიჭირდება. ხო, აქ უკვე გამოდის ბევრი და ბევრი მოქალაქე. აი ეს არის რის თქმაც მინდოდა. მოკლედ პარტიებს ესენი ვერ აუქმებენ, პარტიებმა რა საკვირველია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კიდევ არის შანსი იოტისოდენა მაინც. არა, მეც ეხლა ვახურებ. შანსი არ არის, იმიტომ რომ ისინი გააყალბებენ, თორე აბსოლუტურად ობიექტური არჩევნების შემთხვევაში თბილისში მეტი შანსია და სხვაგან ნაკლები, მაგრამ შანსი ყველგან არის. რომ ესენი დამარცხდნენ, ესენი რუსები. მაგრამ ნამშრომლობა შანსი არის თუ არ არის, თუნდაც ბჟუტავის შანსი ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ. და მეცაც გეტყვით, ალბათ უნდა მოხერხდეს ისე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში და საპარლამენტო რიგგარეში არჩევნები დაინიშნოს ერთად. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ოპოზიცია კიდე დაფიქრდეს იმაზე, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ოღონდ მანამდე უნდა ჩამოშალოს მან ქართული ოცნების ყველა ის სტრუქტურა, ყველა უკლებლივ, რომელმაც არჩევნები გააყალბა გასული წლის 26 ოქტომბერს. ანუ ეს იგულისხმება ცენტრალური საარჩევნო კომისია და მხოლოდ მარტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ან შემადგენლობაზე ამ კომისიის ან უჩავისწიკლებით. იგულისხმება სუსი, იგულისხმება ყალბი პირადობის მოწვევების ამოღება. წარმოგიდგენთ, თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ 300-400.000 ყალბი პირადობის მოწვევა იყო დარიგებული და რაღაცა მექანიზმი დაატრიალეს ერთგვარი ტიპის კარუსელები, შესაბამისად ეს პირადობის მოწვევები ხო არავის არ გაუნადგურებია. ამიტომ ეს არის რაღაც აბსოლუტურად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ აღარ არსებობს ოჯახში 7-7 მოქალაქეს 8-8 პირადობის მოწვევა არ აქვს. და ახლა კიდე ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება თუ საპარლამენტო არჩევნები ამ პირობებში ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. რომც დანიშნოს 4 ოქტომბერს საპარლამენტო რიგგარეში არჩევნები, ოპოზიცია არ უნდა გავიდეს არჩევნებზე, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ აპრიორი ვიცით რომ გაყალბებულია. ყოველ შემთხვევაში თუ მანამ არ უნდა გავიდეს, ვიდრე წინასწარ არ დაამარცხებს 1100% ხო არ არსებობს, მაგრამ 1978%-ით ალუზია 1978 წელთან წამომწდა. ხო, არ უნდა გავიდეს არჩევნებში. მანამ სანამ არ გამოსტაცებს გაყალბების 17-ივე თუ 20-ივე მექანიზმს, რომელიც მამუკამდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს და სხვებს აქვთ შემუშავებული. ანუ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ აბათმა წინასწარ იცოდნენ, რომ ესენი მიდიან. ადგილობრივი არჩევნებიც, ოღონდ პარალელურად საპარლამენტო არჩევნები. და თუ არა და დაახლოებით სექტემბერში დაახლოებით მოვფარგლავ ვადებს პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ ფარსში არ იღებენ მონაწილეობას. მერე აუქმონ მომავალი წლიდან კერონ და ქსოვონ საქმეები, კერონ და აწეპონ როგორ არის ხო კერონ საქმეები პოლიტიკოსების წინააღმდეგ ცუდი მიუღებელი საკრიტიკოა ხაზარაძე ხარ ბოქსოს ვაშაძე ასუდ რაღაცებს ამბობს ხაბეიში გავიგეთ. მაგრამ აი ეს საკრიტიკო ყველა უკლებლი ყველა ოპოზიციონერი ამათ ჯობია, იმიტომ რომ ესენი არიან რუსები და რუსებს კი ყველაზე ცუდი ქართველიც კი ჯობია, მეთქი ასე უნდა თქვა. მოკლედ ოპოზიცია არ უნდა გავიდეს არჩევნებში არც ერთ შემთხვევაში, ამათმა მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამ ოპოზიციას ჯერ ვერ აუქმებენ, მომავალი წლის სადღაც იანვრიდან შეუდგებიან ამ საქმეს, თუ მანამდე არ დამარცხდნენ და დანარცხდნენ. დამარცხებიან და დანარცხდებიან თუ არა, ჩვენი ძალის ხმევით და მსოფლიოს შეწევნითაც დემოკრატიული სამყაროს შეწევნას გულისხმობს შეხიდებას, რა საკვირველია დამარცხდებიან, იმიტომ რომ უკვე ისტერიკა რო აქვთ, ეს თეატრულოკიანზე ეთყობოდა თავის მეტად ვნებიან გამოხედვაში გიორგი გახარიას მიმართ.